არ უწოდოთ. ირაკლი ღარიბაშვილს რო ვიღაცა მადლობა უთხრა მართლმადიდებლობისთვის, რატომ არ გავიდა? ვინ იქნება საინფორმაციო უფროსი? ეს არის პარტიის გადაწყვეტილება. ტელეკომპანია იმედში, მოდი ხაზგასმით ვიტყვი ამას. არ არსებობს რაღაც კონკრეტული ბნელი ოთახი, სადაც ის რომელიმე პარტიის, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების წარმომადგენელი, რომელიც ასრულებს ან დამვალებლის როლს, ან ცენზორის როლს. ამისთვის ტელეკომპანია იმედში არსებობს ოთახი, სადაც ის საინფორმაციო უფროსი, ვინ იქნება საინფორმაციო უფროსი, ეს არის პარტიის გადაწყვეტილება. ასე იყო ყოველთვის. რაც მე იქ ვიმუშავე დაახლოებით 5 წლის განმავლობაში. მანამდეც ასე იყო და იმედი მაქვს, რომ მე ასე აღარ იქნება. ბოლოს, როდესაც ნათია სონგოლაშვილი გახდა საინფორმაციო უფროსი, მან თათბირზე თქვა ასეთი ფრაზა: მე არ მჭირდება თქვენ მოიტანოთ თემები. ამისთვის აქ ვარ მე, ამ თემებს მოგცემთ მე და შესაბამისად კონტექსტსაც უკვე პირდაპირ ამბობდნენ, რომ კონტექსტს განსაზღვრავს უკვე ზემდგომი ადამიანი. შენ არაფერი აღარ გეხება. მითითებები ძირითადად უფრო ხდება, როცა შენ უნდა ასაუბრო ხელისუფლების წარმომადგენელი. მისგან კონკრეტულად რა message box-ი უნდა გავიდეს ეთერში, რომელი ნაწილი არის უფრო საინტერესო. ოღონდ გულწრფელად შეიძლება მე როგორც ჟურნალისტმა საერთოდ სხვა ნაწილი მეგონოს მნიშვნელოვანი. მაგრამ არა გითხრან რომ არა, ეგ კი არ არის მნიშვნელოვანი, ეს უფრო მნიშვნელოვანია და სხვათა შორის იმედში მუშაობის დროს არა მხოლოდ მე, ჩემს მეგობრებსაც იმედში ქონიათ განცდა, რომ დაგვებადა რაღაცა კომპლექსი იმის, რომ რატომ ვერასდროს ვერ ხვდებით ამ ინტერვიუში რა იყო მნიშვნელოვანი. ანუ როცა იყო ირაკლი ღარიბაშვილი, იყო იმდენად მითითებები, რომ ღარიბაშვილმა საით გაიხედა, რა თქვა, ვინ რა უთხრა, ამას ერქვა ხოლმე საყურადღებო შუმები და განსაკუთრებით საყურადღებო შუმები, როცა მოგდიოდა პროდიუსერების გზით გავლით, ჩვენ არ გქონია ჟურნალისტ, მე ყოველ შემთხვევაში არ მქონია პირდაპირ კომუნიკაცია არც პრესამსახურებთან და არც რაღაც პარტიის წევრებთან. ამისთვის არსებობენ იქ პროდიუსერები და საინფორმაციო უფროსი, რომელიც ესე გიფორვარდებს, ჩაგდება, მესიჯს ხო ჩანს, რომ გადმოფორვარდებულია. აი ესე გიფორვარდებს ამოშიფრულ მასალას და მე მიყვარს ამ ამბის მოყოლა. ირაკლი ღარიბაშვილი მიდის ქუჩაში, ხვდება გზაზე ქალბატონი, რომელიც მას ეუბნება მადლობა ბატონო ირაკლი მშვიდობისთვის და მართლმადიდებლობისთვის. ეს მოგდის შენ როგორც ჟურნალისტად ამოწერილი ტექსტი და შენ ეს უნდა მოახვედრო ეთერში. მოგისალმებით შემოგვენია მინისტრო, მინდა მადლობა გადაგიხადე. მშვიდობისათვის. ასეთი მითითებებით რო ავკინძე მასალა 25 წუთი გამოვიდა სიუჟეტი და წარმოიდგინეთ გამოშვება უნდა ყოფილიყო 30 წუთიანი და აქედან 25 წუთი უნდა ყოფილიყო ჩემი სიუჟეტი, რაც გამორიცხული იყო. წინა დღეს ჩემს კოლეგას საყვედური უთხრეს, რომ 11 წუთიანი სიუჟეტი რატო დააპატარავე და გახადე 6 წუთიანიო და 6 წუთი ვინც არ იცის მედიისთვის არის იმხელა დრო რო არ მთელი ცხოვრება, რომ 6 წუთიო იყო პატარაო და იქ ის საყურადღებო შუმებიო, ირაკლი ღარიბაშვილს რო ვიღაცა მადლობა უთხრა მართლმადიდებლობისთვის, რატომ არ გავიდა. მაშინ არხის საინფორმაციო უფროსი არ იყო ნათია სონგოლაშვილი, იყო ნათია თოიძე. და მე დამევალა რომ მომეყოლა ამბავი რომ ნიკა მელიამ თქვა ბიძინა ივანიშვილზე რომ ის არისო ოლიგარქიო. კაცრად ვიყავი გაფრთხილებული რომ არ თქვა და არ უწოდო ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი. და ვიცახი რომ მე არ ვუწოდებ, ნიკა მელიამ უწოდა და როგორ მოუყვე, ანუ აი მართლა ვინმე მითხრას, როგორ უნდა მოვყვე, რომ ნიკა მელიამ მაშინ რა უწოდა, ხო? რაღაც სიტყვა არ არსებობს ეს სიტყვა და ნათია თოიძემ თქვა ეგეთ რაღაცა, რომ ბატონი ბიძინაო თვითონ უყურესო ქრონიკასო და არ მოეწოდება ეგ ამბავი. ხო და სრული პასუხისგებლობით ვამბობ, 15 წუთის განმავლობაში ძირითადად ოლიგარქს ვეძახდი, იმიტომ სხვა სიტყვა ვერ მოვიფიქრე. ძალიან დიდი პრობლემა ტელევიზიაში სამწუხაროდ არ არის მხოლოდ ცენზურა. ყველაზე დიდი პრობლემა, უკვე რაც ჩემ თავზეც გამოვცადე და მივხვდი რომ მე მჭირდა, არის თვით ცენზურა, რომელიც სამთავრობო არხზე მომუშავე ადამიანებს ემართებათ. მე მეგონა რომ არ დამემართებოდა, მაგრამ მე მივხვდი რომ იმაზე მეტად დავიწყე კონტროლი, რას ვამბობდი და რას ვათქმევინებდი რესპონდენტს, რომ
უცებ შეიძლება მართლა ეთქვა ჩემთვის საინფორმაციო უფროს, რომ არც დაგვივალებია, არც მითითება მომიცია, რამ გაგაგიჟა, მაგრამ აი ეს თვითცენზურა არის, რომელიც მე თუ მკითხავ და პირადად მე ფსიქიკა დამინგრია. არსებობს რაღაც გუნდში ბირთვი, რომელსაც ეძახიან გამწევ ძალას, ხო? ამას ეძახიან ჟურნალისტებს, რომლებიც არიან პირველი ბლოკის ჟურნალისტები, მეტი პასუხისგებლობა აქვთ, მეტი ანაზღაურებაც აქვს. მერე არსებობენ მეორე რანგის ჟურნალისტები, რომლებიც ხან პოლიტიკასაც აკეთებენ, ზოგჯერ არ აკეთებენ და ეხმარებიან გაწევას, არსებობენ პატარები. მაგრამ მას შემდეგ რაც გამოჩნდა, რომ მეორე რანგშიც და პირველ რანგშიც არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც არ იქნებოდნენ დავალების პირდაპირი შემსრულებლები და არ იქნებოდნენ ქვევრის პრინციპით, რომ ჩაგძახე და მომძახე, პირველი რანგის ჟურნალისტებმა და მეორემაც ნელ-ნელა დაიწყეს ჩაჩოჩება. წინა პლანზე გადმოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც ნაკლები გამოცდილება ჰქონდათ, ნაკლები კომპეტენციაც ჰქონდათ და როცა საინფორმაციო უფროს უთხრეს, რომ რატო ავალებ ასეთ მნიშვნელოვან თემას იმ პატარებს და პასუხი იყო ასეთი. მე მირჩევნია დავავალო მას, ვინც ვერ დაწერს და მე დავუწერო და იმან წაიკითხოს, ვიდრე თქვენ დაგავალოთ, რომლებიც ითვლება, რომ დიდები ხართ და თქვენ თვითონაც დაწერთ და თქვენთან მომიწიოს ჯიკაობა, რომ მოდი ესე კი არა, ესე თქვი, ესე კი არა, ესე და ძალიან მარტივად დაალაგდა. წინა ფლანგზე გადმოდიან ადამიანები, რომლებიც ასე განსაზღვრავენ, რომ მე მყავს საინფორმაციო უფროსი და ის რასაც მავალებს, მე იმას ვიტყვი. მაშინ როცა მე დავტოვე იმედი და კონფლიქტი მომივიდა, იმიტომ რომ ტყუილი უნდა მეთქვა ეთერში და ასე კი არ უთქვამთ, რომ ეხლა შენ უნდა მოიტყუო, მითხრეს რომ ესა და ეს არის ამბავიო და ესე უნდა თქვაო და მე რო თქვი რომ სად მოხდა ეგ ამბავი, ვინ ამტკიცებს რომ ეს ასე იყო, მინიმუმ ნაცემი ადამიანი უნდა მაჩვენო და შენ ვერ მაჩვენებ ვერაფერს, რომელიც ამას ადასტურებს. ექიმიც კი არ არსებობდა, რომელიც იტყოდა რომ ვიღაცა იყო ნაცემი. და 300 კაციდან არ არსებობდა თვითმხილველი. და მე როცა ამას ვამბობდი, რომ მე ვერ დავარწმუნებ სხვას იმას, რისიც მე თვითონ არ მჯერა, იმ დღეს ქრონიკის წამყვანმა მითხრა ასეთი რამე. მე მჯერაო თათო შენ რასაც ამბობო, მე მესმის შენი რასაც ამბობო და ზუსტად ვიციო, რომ მეორე ტექსტსაც ვკითხულობდი ეთერშიო, ამ ტექსტს სხვა წამყვანი არ წაიკითხავსო. მაგრამ რა ვქნაო? მეო, რასაც ჩემი უფროსი დამავალებს, მე იმას წავიკითხავო. და თავიცით როგორ გაიმართლა, რომ იმიტომ რომ მეო ვთვლიო, რომ ჩემმა უფროსმა ამ თემაზე მეტი იცის ვიდრე მეო. იმედიდან წამოსვლის მერე არ იყო ადვილი ადაპტაცია. იმიტომ რომ მე უფრო გავაცნობიერე, რომ სულაც არ ვიყავი კარგად. სხვათა შორის ექიმის დიაგნოზი მქონდა ასეთი, რომ ვუთხარი რა მჭირდა, როგორ მიშეშდებოდა მხრები, როგორ ვერ ვდგებოდი საწოლიდან, როგორ აი მართლა მაკანკალებდა უკვე აი ისეთი ის მქონდა საკუთარ თავთან ჭიდილი, რომ თათო ხელფასი და სამსახური თუ ღირებულებები და სინდისი და ძალიან ცუდი რამეა სინდისი, აი ძალიან ცუდი რამეა, არ გაძინებს და არ გასვენებს. რომ მივედი ექიმთან და ვუთხარი, რომ აი ზურგი მიშეშდება და გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილები მქონდა, მითხრა ესეთი რამე, რომ მე ხა შენ რა წამალიც არ უნდა გამოგიწერო, შენ უნდა წამოხვიდე სამსახურიდანო. ეს მეწერა დასკვნაში. არასდროს არ ყოფილა ქართული ოცნების არც ამომრჩეველი და არც გულმხურვალი მხარდამჭერი, თუმცა ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, რომ იმაზე დიდი საქმე მაქვს გაკეთებული ქართული ოცნებისთვის, ვიდრე ერთხელ რომ შემომეხაზა. ამ პასუხისმგებლობას მე არ გაურბივარ. იმიტომ რომ არ უნდა გავჩუმებულიყავი და ასე ახლა ბრიფინგს ვერ მოვიწევდი და მედიებს არ თხოვდი რომ გამაშუქეთ თქვა. გადავწყვიტე, რომ სანამ ჯერ კიდევ არსებობს ღია სივრცეები, სოციალური ქსელი, YouTube და ასე შემდეგ, მე და ჩემმა მეგობრებმა გავაკეთეთ YouTube-ზე კიაფი, სადაც ასე გამოვიდა კონტექსტიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ პოლიტიკური ელფერი დასდევს ამ ყველაფერს.
ჩემი გადაცემა არის თათოს ჟურნალი, სადაც ვყვები იმასაც, რაც ახლა თქვენთანაც მოვყევი. მყავს რესპონდენტები, რომლებიც მე ამ ამბის გაანალიზებაში გვეხმარებიან. ტელევიზიაში რჩებიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ ასე, რომ ის მათ პასუხისგებლობა აქვთ მხოლოდ მათ სიტყვებზე, მათ სიუჟეტებზე და მათ საავტორო პროდუქტზე და არა მათი კოლეგების გაკეთებულზე. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ იმეჩიც მუშაობენ, ეს არა მხოლოდ ჟურნალისტებს, იმეჩი მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც ზუსტად ვიცი, რომ არ უყვართ ქართული ოცნება, მაგრამ თვლიან, რომ არ ეხებათ მათ ეგ, იმიტომ რომ არ დგანან კამერის წინ. მაგრამ ჩემთვის ტელევიზიას წარმოადგენს ყველა, ვინც იქ საშვი აქვს და აწერია, რომ იმედია და აქ რომ იმედია, აი ეგ ყველა არის, ვისაც აი ეგ საშვი აქვს და ადებს ამ საშვს, შედის და გამოდის.